აჭარის განათლების სამინისტროს ინიციატივით ახალი IP შეიქმნა. თანამედროვე ხელოვნების თავისუფალ სივრცეს, რომლის ბიუჯეტი 159,000 ლარს შეადგენს, დეპუტატ აკაკი ძნელაძის შვილი ირაკლი ძნელაძე უხელმძღვანელებს. რატომ დაინიშნა თანამდებობაზე ბათუმელი ფოტოხელოვანი კონკურს გარეშე და რა მიზანს ემსახურება ახალი IP-ის შექმნა? ლანა ძაძამია არკვევდა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი ახალი IP-ის ხელმძღვანელად ირაკლი ძნელაძე დაინიშნა. IP თანამედროვე ხელოვნების სივრცე სამინისტროს ბიუჯეტიდან 159,000 ლარით დაფინანსდა. სამინისტროში IP-ის შექმნის აუცილებლობას ქალაქში თავისუფალი ექსპერიმენტალური გარემოს არსებობის საჭიროებით ხსნიან. როგორც კულტურის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, მის დირექტორად უმაღლესი საბჭოს დეპუტატის აკაკი ძნელაძის შვილის დანიშვნა საინიციატივო ჯგუფის იდეა იყო. ირინა სურმანიძის თქმით, პოზიციაზე კონკურსის ჩატარება პროცესის გაჭიანურებას გამოიწვევდა. ისეთ გამოფენების მოწყობის შესაძლებლობა შეიქმნება, რაც არ იქნება მაინც და მაინც სამუზეუმო სივრცისათვის შექმნილი. ირაკლი იქნა, ესე ვთქვათ, ერთგვარად წარდგენილი თავისი თანამოაზრეების მიერ, აი ამ საინიციატივო ჯგუფის მიერ. რაც შეეხება კონკურსს, ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო, რომ სწრაფად წარმართულიყო პროცესები. საინიციატივო ჯგუფში 20-მდე ბათუმელი ხელოვანია გაერთიანებული. ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ლაშა ფალავანდიშვილის თქმით, IP ხელს შეუწყობს ხელოვანი ადამიანების საქმიანობის პოპულარიზაციას, ჩატარდება მასტერკლასები. მისი თქმით, საინიციატივო ჯგუფმა დირექტორის შერჩევის დროს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. არსებული არტისტები არსებობს, რომლებიც სახელოსნოებში არიან. უამრავი ნამუშევრები აქვთ, ძალიან ბევრი რაღაცას აკეთებენ, თუმცა აუცილებელია რომ ეს გამოვიტანოთ, საზოგადოებას ვაჩვენოთ, ბიზნესს ვაჩვენოთ, ფონდებს ვაჩვენოთ. შედგა შეთანხმება სადღაც 7-8 კაცში, რომ მოდი პირველი წელი, ესე ვთქვათ, სუფთა გახსნას თუ გაჭრას ირაკლიმ დაიწყოს. მომავალ წელში თუ დავიწუნებთ, თუ მე დამიწუნებთ, ანუ ერთი სიტყვით არ იქნება ეს ერთგვარი რაღაც დიქტატურა. IP-ის ზვიად გამსახურდიას პირველ ნომერში განთავსდება. შენობაში 2 საგამოფენო დარბაზისა და სადისკუსიო ფართის მოწყობა იგეგმება. მე ვარ ის ადამიანი, ვინც ხელს აწერს და ბეჭედს სურთხამს, დანარჩენს ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. მომავალში სხვა დაიკავებ ჩემს ადგილს, ამბობს ირაკლი ძნელაძე. მიზანი არის ხელშეწყობა, ახლის შემოტანა, არა ისეთი სტანდარტული გამოფენების. მე ვარ ის ადამიანი, ვისაც არის იურიდიული საკითხები, რასაც ხელს აწერ, ბეჭედს ურტყამ და მორჩა. თორე დანარჩენი აქ რა იქნება, ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ერთი ბათუმელები ყველა, ვინც ერთობლივად გადავწყვიტავთ და გავაკეთებთ ყველაფერს. საიას იურისტის თქმით, IP-ის ხელმძღვანელის უკონკურსოდ დანიშვნას კანონი არ კრძალავს, თუმცა კადრების დასაქმების თვალსაზრისით ეჭვი რომ არ გაჩნდეს, უმჯობესია ხელმძღვანელი კონკურსის გზით შეირჩეს. IP-ები ხშირ შემთხვევაში არის დასაქმების წყარო კონკრეტული ადამიანების და ამან არ უნდა მიიღოს სისტემური ხასიათი. ყოველთვის უნდა შეიცადოს სახელმწიფო უწყება, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი, მათ შორის IP-ის ხელმძღვანელები, მიუხედავად იმისა, რომ ამის საკანონმდებლო ვალდებულება არ აქვს, კონკურსის წესით მაინც შეარჩიოს და მიიღებს თანამდებობაზე დანიშვნა ფორმალურ სახეს და ახლობლობით ნათესაობით მოხდება ადამიანის თანამდებობას. ახალი IP-ის თანამშრომლები ღონისძიებების ჩატარებას შემოდგომამდე შენობის რეაბილიტაციის შემდეგ გეგმავენ.